მშვიდობა თითოეულ თქვენთაგანს და მადლი უფლის არ მოკლებოდეთ, მოგესალმებით ყველას. როგორც გვაქვს ნათქვამი განცხადებაში შესრულდა დრო ჩვენი პირდაპირ ჩართვის და მადლობა უფალს ამ ძვირფასი წუთებისთვის. უფალმა გაკურთხოთ უფლის მადლი და წყალობა თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, მადლობა უფალს აი ამ ძვირფასი საშუალებისთვის, იცით თქვენ რომ საუკეთესოა როცა ადამიანები ერთად ახერხებენ ჩართვას, მოზიარეობას, ლოცვას, თუნდაც შუამდგომლობას, ამიტომ საუკეთესო არის აი ეს პერიოდი, აი ეს დრო. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენთაგანი, ვინც შემოგვიერთდით, ვინც შემდეგ შემოგვიერთდება, იმიტომ რომ დღეს გვაქვს საუკეთესო მოზიარეობის საშუალება და დღეს ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრებთ და უფლის სულმა წარმართოს საუბრები, უფლის სულმა მოიტანოს გამოცხადებაც, ცვლილებაც, სიტყვაც, ის ნუგეშიც და თითოეულ ჩვენთაგანს გულში ჩაებეჭდოს ის სიყვარული უფლისა და ის სიტყვა უფლისა, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის აქვს დღეს ღმერთს. ყოველდღიურად უფალი ამბობს, მე გაძლევთ საკვებს, ყოველდღიურად ჰქონდათ მორწმუნეებს ისრაელიდან უდაბნოს პერიოდში, როცა გამოვიდნენ ეგვიპტიდან, ყოველდღიურად ჰქონდათ ისრაელიანებს მანა. ეს იყო ღმერთის სიტყვა, ეს იყო ის სიტყვა, რაც მათ ჭირდებოდათ და ასევე იყო პური, რომელიც სიტყვის სიმბოლო არის და ყოველდღე ჭირდება ადამიანს აი ეს პური. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს ღმერთის სიტყვა, გვაქვს ღმერთის პური, გვაქვს სიცოცხლის მომცემი სიტყვა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიმბოლურად პური, რომელსაც ჩვენ ჭამთ, სულიერად ვიკვებებით და სულიერად ვიზრდებით. რასაც არ გამოკვება, უასე წერია, ასეთი აზრი არის, რომ ის მოკვდება, რასაც არ გამოკვება, თუ რაღაცას კვება შეუწყეთა, ის მოკვდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სულიერი როცა იკვებება, ჩვენი სულიერი, აი მაშინ უკვე სხვადასხვა ეტაპზე გადადის ადამიანი. ამიტომ დღეს და უხვად იყოს ღმერთის სიტყვა, უხვად იყოს ღმერთის სულის ძალა, მშვიდობა, მოგესალმებით ყველას. ვხედავ თქვენს კომენტარებს, ღმერთის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანთან. მიხარია რომ ასე მობილიზებულები ხართ, ჩაერთეთ, ვინც ახერხებთ შეგიძლიათ გადაუზიაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უნახავს განცხადება, არ შემოსულან, ის ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ ხოლმე შემდეგ წუხილს, რომ ცოდნონ და რომ ლაივი იყო, აუცილებლად შემოგიერთდებოდით, შეგიძლიათ ასეთ ადამიანებს გადაუზიაროთ, გადაზიარების შემდეგ ბევრი ადამიანი ნახულობს ხოლმე და იყოს სულის თანდასწრება და უფლის სულის მადლი. ძვირფასებო იცით თქვენ რომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვაკეთებთ ლაივს Facebook-ისთვის, სხვადასხვა პლატფორმებსაც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად ეკლესიურ ჯგუფებში ვარ ხოლმე ჩართული. იცით თქვენ რომ ჩვენ გვაქვს Telegram ჯგუფები, Messenger ჯგუფები და გვიწევს ჩვენ მსახურება ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არიან, მათ ჭირდებათ ყურადღება, მათ ჭირდებათ სიტყვა, ჭირდებათ თანამოზიარეობა, ამიტომ ვისთვისაც მოწოდება მაქვს და ვინც არიან, ასე რომ ვთქვათ, მოზიდულები ღმერთის სულისგან ჩვენს მსახურებაზე თუ ჩვენს ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ ვართ ყურადღები და უფალმა აკურთხოს. ასევე თუ მიგვიწვდება სადმე ხელი, თუნდაც ჩართვა Facebook-ზე, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ეს იმიტომ კეთდება, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ინტერესი, რომელიც შემოდიან, ან შემდეგ ნახულობენ, მე მწერენ, შეიძლება რაღაც ჭირდებოდათ იმ წუთას სულიერი დახმარება მიიღეს, აი ეს ადამიანებიც რომ არ დარჩნენ კურთხევის გარეშე, ამიტომ ვაზიარებთ ხოლმე, თუმცა ხუთშაბათობით ზუსტად აი ამ დროს 9 საათზე გვაქვს ხოლმე Telegram ჯგუფში ჩართვა, ეკლესიური გაერთიანებული ჩართვა, მაგრამ აი ახლა ვარჩიეთ რომ თქვენთან ერთად გაგვიტარებინა ეს დრო და ის ადამიანებიც, რომლებიც Telegram-ში გვერდებიან ხოლმე, მედია აქ შემოლენ, იმიტომ რომ აქ რიცხვები რომ დავინახავ, რომ იმდენი ადამიანი არის შემოსული, რაც Telegram-ში არის ხოლმე და Telegram-ზე უფრო მეტი შემოვიდა, მაშინ ეცოდინება რომ ის ადამიანებიც აქ არიან. უფალმა გაკურთხოთ ძვირფასებო, მეც მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, მოგესალმებით რაიონებში, მოგესალმებით ემიგრანტებს, უფლის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანთან. ხედავ თქვენს
კომენტარებს და უფალმა გაკურთხოთ ყველას ვისაც გულწრფელად გიყვართ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ძვირფასებო, ჩვენ ვიცით რომ დღეს უკვე ბევრი ქადაგება და სწავლება ისმის იმაზე რომ ეს არის ბოლო პერიოდი და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ბოლო პერიოდია. მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში ორი უკიდურესობის მომენტი არსებობს და ერთი ძალიან კარგი გამხნევების სიტყვა აქვს უფალს ჩვენთვის. უკიდურესობა არის ის რომ მშვიდობის პერიოდში ხანდახან ნელდება სიყვარული და ადამიანებს უნელდებათ სიყვარული და ეს ვიცით რომ ჩვენ უფალს არ მოწონს ყველაზე საშინელი მდგომარეობა რაც არის ადამიანის ან ეკლესიების ან თუნდაც ქვეყნიერების განელებული მდგომარეობა უფლის მიმართ როცა ადამიანები ცივდებიან ზერელე დამოკიდებულება უჩნდებათ ეკლესიიდან ვეღარაფერს ვეღარ ღებულობენ აღარც ინტერესი აქვთ სადღაც პირველი სიყვარული სადღაც შეჩერებული არის მიტოვებული არის მეორე უკიდურესობის მომენტი არის სადაც ცოდვა გამრავლდაო ანუ ცოდვის გამრავლება ეს საშინელი მდგომარეობა მაგრამ სიტყვა გვაქვს უფლისა რომ ცოდვა რო გამრავლდა იქ გაუხვდა ღმერთის მადლიო იქ გაუხვდა ღმერთის მადლი სადაც ცოდვა გამრავლდა ანუ ნახეთ ჩვენ ღებულობთ არა იმ უკიდურესობის მომენტს რომელიც ნეგატიური არამედ იმას რაც ზუსტად აი ამ განელების დროს ღმერთი გვეუბნება და ღმერთს აქვს იმედი რომ ჩვენ მადლის პერიოდში მადლის ქვეშ უფრო დავრჩეთ ვიდრე განელების მდგომარეობაში ან ცოდვის მდგომარეობაში და ერთი კარგი ძვირფასი სიტყვა უფლისაგან რომ ბოლო დროს იქნება საგვიანო წვიმა და ჩვენ უყურებთ ღმერთის სიტყვას უყურებთ იმ ჭეშმარიტებას იმ აღთქმებს რაც უფალმა თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიდო და ვიცით ჩვენ რომ ბოლო პერიოდში ასევე იმ წინააღმდეგობასთან იმ ცოდებთან ერთად იმ ყველაფერთან რაც ნეგატიური არის განელება არის ის თუნდაც პირველი სიყვარულის მიტოვება აი აქ უფალი ამბობს რომ ბოლოს მოვა საგვიანო წვიმა ნუ იაკობის წერილში წერია საადრეო და საგვიანო წვიმა საადრეო წვიმა ჩვენ ვიცით რომ ეს პირველი საუკუნის წლები არის როცა ძალიან დიდი მადლი იყო უხვი მადლი იყო გადმოხრელი და მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ ასე წერია დიდი ძალით ამოწმებდნენ იესო ქრისტეს შესახებ ნიშნებით და სასწაულებით ერთ-ერთი საშიში ასე რომ თქვათ ეშმაკის საშიში მოქმედება თუნდაც გამოვლინება ეშმაკისთვის საშიში ფორმა ერთ-ერთი არის სულიწმიდის ნიჭების მოქმედება იმიტომ რომ სხვა მხრივ შეიძლება დიდად ყურადღება არ მიაქციოს ეშმაკმა ადამიანების სიტყვას ემოციას ქადაგებას სწავლებას ნუ დიდად ყურადღება არ მიაქციოს თუ თან ამას ძალა არ ახლავს მაგრამ როცა ძალის გამოვლინება იწყება აი ამ დროს უკვე ეშმაკი გრძნობს ძალიან დიდ საშიშროებას. მანამდე შეიძლება ისრაელში პრობლემა არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 რელიგია იყო, სხვადასხვა დენომინაციები, ნუ ყველა თითქმის თორეს ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ სხვა იყო ჰეროდიანელები, სხვა იყვნენ წიგნობრები, იყვნენ სხვები სადუკეულები და იყვნენ ფარისევლები. ეს 4 სხვადასხვა განშტოება იყო, თუმცა ერთ სინედრიონში იყვნენ არ მოსდიოდა დიდი კამათი ამათ, ნუ ერთად იყვნენ, ნუ შეიძლება განსხვავება ჰქონდათ, მაგრამ ნუ მაინც ეგუებდნენ სიტუაციას. მოდის უფალი იესო ქრისტე და იწყება გამოვლინება, ანუ ეშმაკის საქმეების დამსხრევა. როცა დაიწყო უფალმა ეშმაკის საქმეების დამსხრევა, ამ დროს ხალხი მოდის და ხალხი მრავალი ნახულობს სასწაულს, ღებულობს სასწაულს და წმუნდებიან იესო ქრისტეში. გახსოვთ ერთ ადგილზე პირდაპირ ესენი ვერ ითმენენ ხოლმე, ესენი მაინც სიბძნით და ვერ გამოირჩევიან, არა წმინდა სულებზე მაქვს საუბარი. დროზე ადრე მოხვედიო ჩვენს დასაღუპავატო სინაგოგაში შესული იესოს რო ეუნებიან, დემონები ეუნებიან, დროზე ადრე ხარო მოსულიო, ჯერ არ უნდა მოსულიყავიო. ახლა ამათ უფრო იცოდნენ, ეს დრო თუ უფალმა უფრო იცოდა, წარმოიდგინეთ ესე იგი იმდენად ვერ იტანს ეშმაკი სულიწმიდის გამოვლინებას იმდენად ვერ იტანს რომ როცა ხედავს რომ ღმერთის სულის მოქმედება არის აი ამ დროს უკვე
პანიკა იწყება. აი ამ დროს უკვე საშიშროება დადგა, საშიშროება და ამის შემდეგ იწყებს უკვე გამოყენებას ყველა მექანიზმის, რომ ჩააქროს სული, რომელიც ღმერთისგან არის, იმიტომ რომ შეეგუება ეშმაკი და ეგუება იმას, რომ ღმერთი ზეცაშია, მაგრამ ვერ ეგუება ეშმაკი იმას, რომ ღმერთის სული აი აქ ვლინდება თან ადამიანებისგან, აი ამის ატანა არ აქვს. ამიტომ მადლობა უფალს, რომ მისი სულის მოქმედება დღეს ჩვენ გვაქვს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ხედავთ, რომ ღმერთის სულის მოქმედება ძალიან დიდ საადრეო და უბრალოდ საგვიანო წვიმას ქმნიდა. საადრეოს ქმნიდა პირველ საუკუნეში, საგვიანოს ქმნის აი ახლა და მადლობა უფალს აი ამ საგვიანო წვიმისთვის. ჩვენ მოვყევით აი ამ საგვიანო წვიმაში, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ აი ამ სულს ეწინააღმდეგება ყველანაირი ხრიკებით. ეშმაკი ყველანაირად მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეეწინააღმდეგოს სადაც სული წინის გამოვლინება. ვიცით ჩვენ, რომ იესო ქრისტესთან როცა მიდიოდნენ რელიგიური ლიდერები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შენ ეშმაკის მთავრი დევნი ეშმაკებს. იესო ეუბნება ეშმაკი თუ ეშმაკს დევნის, მაშინ აღსრულდა დამთავრდა მისი სამეფო, მორჩა უკვე აღარ იქნება მაშინ მისი სამეფო, დაინგრევა, იმიტომ რომ თუ სამეფოს დევნის არ მოიდგენთ, მაგრამ თუმე ღვთისმსულით დევნიო, მაშინო თქვენთანო მოსულაო და სასუფეველიო. და ამის წინააღმდეგ, ეს პრაქტიკაშიც ქონია ჩვენ მაქსიმალურად, რომ ცდილობს, ყველანაირად ცდილობს ეშმაკი, რელიგიის გამოყენებას, რელიგიური სულის, რელიგიური ადამიანების გამოყენებას, საერთოდ ტაქტიკა ესეთი არის, ეშმაკის ტაქტიკა ყველა სფეროში, ყველა სფეროს აკონტროლებს, არა მარტო რელიგიურ და ეკლესიურ სფეროს, არამედ პოლიტიკურ სფეროს, ხო იცით, ბიზნესის სფერო არის თუ შოუ ბიზნესი არის თუ სპორტის სფერო, ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს ეშმაკი, აბსოლუტურად ყველაფრის. ნახეთ, როცა ადამიანი, ალბათ ვიცით ჩვენ აი კომუნისტების დროსაც ეგეთი სიტუაცია იყო, როცა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ძალაუფლება ხელიდან იცლებოდათ, ყველანაირ ბინძურ ხერხს მიმართავდნენ. და იწყებდნენ გაკონტროლებას. ეს სული ერთი არის, ხვდებით? ეშმაკის ტაქტიკა, ეშმაკის მოქმედება, თუნდაც სახელმწიფოების მიმართ, თუნდაც პოლიტიკური, ყველანაირად, როცა ხედავს, პირველი არის უნდობლობის მომენტი, მეორე არის ყველაფერი ვიცოდე, ყველაფერს ვაკონტროლებდე, ყველაფერი ჩემთან მოდიოდეს, უნდობლობის მომენტი, აი ეს ადამიანების ბუნებაში ჩადო ეშმაკმა და ალბათ შეიძლება თქვენს განგიცდიათ. და შემდეგ ნახე როგორი მომენტი არის. თუ ვიღაცა მაგალითად ძალაუფლებაში არის ადამიანი და არ უნდა ვიღაც მის ასე რომ ვთქვათ, ხედვაში არ ჯდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი სფერო იქნება, ეკლესია იქნება თუ პოლიტიკური სფერო იქნება თუ სხვა, ნახეთ, შეიძლება ნაცნობი იყოს თქვენთვის. ნახეთ ეს როგორი მომენტია. როცა ადამიანს, ვისაც ძალაუფლება აქვს, არ უნდა სხვა ვიღაცას ვერ იტანს და არ უნდა იმის მიღება, ნახეთ. თუ მის მიმართ ვინმე მისი წრიდან, მისი სამეგობროდან კარგს ლაპარაკობს, დადების ლაპარაკობს, ან კარგი განწყობა აქვს ხვის მიმართ, იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას არ მოწონს, ყველანაირად ისე ეცდება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგი განწყობა ჰქონდათ, ან კარგი წარმოდგენა, ან კარგი შეხედულება ჰქონდათ აქვთ სხვაზე, მათ ალაპარაკოს მის საწინააღმდეგოდ. ეს ადამიანები, რომლებიც მის, ასე რომ თქვა, თვითონ რომელიც ადამიანს არ მოწონს, მისი მხარდამჭერები არიან, ყველანაირად ეცდება, რომ ამათი ხაზი, ამათი ურთიერთობა იყოს ჩამოშორებული. ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი მზაკრობა, რომელიც მოქმედებს ყველა სფეროში, როგორც გითხარი, რელიგიური სფერო შეიძლება იყოს, პოლიტიკური სფერო შეიძლება იყოს, ასევე სხვა. აი ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი მზაკრობა, ამიტომ ვამბობ, რომ დღეს როცა ვხედავთ აი ამ ბოლო პერიოდს, მაქსიმალურად ადამიანი უნდა იყოს ახალ აღთქმას მიწებებული და თუ ვინმე შენ საწინააღმდეგოდ რამეს ააგორებს თუ ჩახრართავს თუ დაგეგმავს, იცოდე, თუ შენი გზები უფლისთვის მოსაწონია, თუ გულწრფელი ხარ, თუ მოსიყვარული ხარ, თუ მართლა მინდობი ხარ, თუ მართლა მოწონს შენი გული ღმერთს, იცოდე, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაკლებს, იმიტომ რომ
ღმერთის სიტყვა არის აი ასეთი აღთქმა, ნუ გეშინია მე ვარ შენთან. როცა ღმერთი გეუბნება, ნუ გეშინია მე ვარ შენთან, კითხვა დაუსვი შენ თავს, მეც ვარ ისე უფალთან, როგორც უფალი არის ჩემთან. ხვდები, ნახე, თუ უფალი არის შენთან, რისი გეშინია? რისი გეშინია? თუ შენ გულწრფელი ხარ, თუ შენ მართლა ადამიანურად არ ცდილობ, თუ გინდა რომ უფალს ასიამოვნო, თუ შენი გული არის მიწებებული უფალს და ნახეთ ეს როდის ჩანს, იცი შენი გული უფალს მიწებებულია თუ არა. ნახეთ როდის ჩანს. როცა ეკლესიის გარეთ ხარ, როცა შენ ადამიანები, რომლებიც პატივს გცემენ, მათთან კი არა ხარ, მარტო ხარ შენ და უფალი. შეიძლება სახში იყო, შეიძლება ტრანსპორტში იყო, შეიძლება შენ საროცა ოთახში იყო. აი მაშინ ხარ რეალურად ის ადამიანი, ვისაც უყურებს ღმერთი. აი მაშინ ფასდები, მართლა მორწმუნე ხარ. ნახეთ, იგავები ამბობს, რომ კაციო რასაცო ფიქრობსო, იგივე არისო. ხვდებით? ნახე, პირითო სხვას ამბობს, პირითო გეუნებაო, ნუ ესე, ნუ პრობლემაა, აიღე ის სიამუნე, კი, მაგრამ სინამდვილეშიო ეს კაციო გულში რასაც ფიქრობსო, ის არისო. წარმოიდგინე, ანუ აი ამ დროს უყურებს ღმერთი შენს შინაგანს, როცა ხარ მაშინ მართლა მარტო, როცა შენს ფიქრებთან ხარ მარტო, როცა შენს მოქმედებასთან ხარ ახლო, აი ამ დროს ხარ ღმერთთან ყველაზე ახლოს. ამიტომ ღმერთმა გვაკურთხოს თითოეული ჩვენთაგანი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს და მოუვიდეს ქვეყნიერებაზე, მაგრამ უფალიამოს ნუ გეშინიათ მე ვძლიე წუთისოფელს. იესო ქრისტეს სახელი დღევანდელ დღეს მოისმენს სიტყვას, რომელიც შენს გულში ეხება. ჩვენ საუბრობთ ბოლო პერიოდს. ჩვენ ვიცით, რომ აი ამ ბოლო პერიოდში, როგორც დასაწყისში ვთქვი, ღმერთი თავის მადლს ღვრის. ძვირფასებო, როგორი კარგი საშუალება არის, წარმოიდგინე. აი ახლა ხო ორი ტელეფონი მაქვს ჩართული, ორი პლატფორმა და ჩვენ აი ამ ქადაგებით მრავალ ადამიანს მივაწვდით ღმერთის სიტყვას და ვეთქვით, რომ იცოდე გამოიფხიზლე ღმერთი მოდის. იცოდე დადგება დრო, როცა შენ ღმერთის წინაშე უნდა წარსდგე. იცოდე დადგება დრო, როცა ასეთი სიტუაცია აღარ იქნება ქვეყნიერებაზე. ასეთი სიტყვა არის ამოსის წინასწარმეტყველება 8:11 მუხლი ამბობს. 8:11 ამოსის წინასწარმეტყველება მოვავლენო შიმშილსო დედამიწაზეო და ეს არ იქნებაო პურის შიმშილიო. ეს იქნებაო სიტყვის, ღმერთის სიტყვის წყურვილი და შიმშილიო. წარმოიდგინეთ, ანუ დადგება პერიოდი, როცა ქადაგებები აღარ იქნება. დღეს შეიძლება ვიღაცას მოწყენილიც აქვს და არჩევს ახლა ქადაგებას უყუროს და ასკროლის დროს თუ სხვა რაღაცა ისეთ ვიდეოს უყუროს, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს დრო დადგება, რომ ქვეყნიერებაზე სიტყვის ქადაგების საშუალება აღარ იქნება. ძალიან ძიმე პერიოდში შევა ქვეყნიერება, მაგრამ ნახეთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთს მიუძღვნიან თავს, აი დღევანდელ დღეს თუნდაც ადამიანები, რომლებიც უფალს შეუერთდებიან, დღეს გადადგავენ ნაბიჯს, დღეს მიიღებენ უფალი იესო ქრისტეს თავის პირად ხსნად. მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, როგორ მდგომარეობაში ხარ, რამძიმე მდგომარეობაში ხარ, რა ცოდვილი მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთვის აქვს ღმერთს დღეს სიტყვა და შანსი მონანიების, ნაბიჯების გადადგმის, ყველასთვის აბსოლუტურად. ამიტომ სადაც არ უნდა ისმენდეს შენ სიტყვას, მნიშვნელობა არ აქვს რა გარემოში ხარ, რომელი რელიგიის წარმომადგენელი ხარ. ღმერთის სიყვარული შენს მიმართ არის ძალიან დიდი. ამიტომ გეძახის უფალი, რადგან დღეს არის შანსი ცვლილების, დღეს არის შანსი გადარჩენის. და დღევანდელ დღეს, რასაც ვიტყვით და რაზეც ვამახვილოთ ყურადღებას, რომ აი ამ ბოლო პერიოდში მაქსიმალურად უნდა იქნას თითოეული ჩვენთაგანის გული, გულწრფელობა, მიძღვნა გამოყენებული, რომ უფალთან აღდგეს ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ გჭირდება არა მარტო სულის ხსნა, არამედ სული თვესიარული, იმიტომ რომ დღეს, როგორც დასაწყისში ვამბობდით, იღორება ღმერთის სული ზეციდან. დღეს არის როგორც უკანასკნელი, საგვიანო წვიმა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ხედავთ, როგორი ძლიერი გამოღვიძება არის, როგორი ანთებული, როგორი აუსებულები ადამიანები ქადაგებენ. ხედავთ ლათინო ამერიკაში, ხედავთ სხვადასხვა
ევროპის ქვეყანაში, ხედავთ აფრიკაში, ხედავთ ამერიკაში, ხედავთ იქით მუსლიმანურ ქვეყნებში, პაკისტანში, მალაიზია, სინგაპური, ნუ ფილიპინები ძალიან ბევრი, ინდოეთში. წარმოიდგინეთ მილიონამდე, მილიონზე მეტი ღმერთი ყავთ, მაგრამ დღეს ქრისტიანობა იქ ადაგება და ვერ გააწვდნენ თვალს იმდენი ადამიანი უსმენს. ძვირფასებო, ეს არის ის პერიოდი. ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, ჩვენ არ უნდა ვიყუროთ მარტო რა ხდება ჩვენ საქართველოში. გავიხედოთ იმის მიღმა რასაკეთებს ღმერთი და ხედავთ რომ მთელ მსოფლიოში ღმერთი ღურის თავის სულს, იმიტომ რომ ეს არის საგვიანო წვიმა. ყოველთვის ასე არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ სახარება გვილაპარაკება, წინასწარმეტყველება გვილაპარაკება და ჩვენ ვიცით, ნახეთ იოსების დროს, როცა სიზმარი აუხსნა ფარაონს, იოსებმა იყო 7 წელი მიცემული. ეს 7 წელი იყო უხმოსავლიანობის და შემდეგი 7 წელი იყო საშინელი შიმშილის. ძალიან ძლიერი შიმშილის, იმიტომ რომ დასაწყისში ხო დაახლოებით 1 წელი, 2 წელი შეიძლება ისი არ იგრძნობოდა, მაგრამ როცა ძმები ჩამოვიდნენ, მეორედ ჩამოვიდნენ ძმები პურის საყიდლად, ნახე რა უთხრა, ეს შიმშილი კიდე გაგრძელდება რამდენიმე წელი. ამიტომ სულ ყველანი წამოდით, მამაც ჩამოიყვანეთ აქ. ნახეთ, ღვთის კაც ჰქონდა პური, იმიტომ რომ წინასწარ განსაზღვრა, იმიტომ რომ როცა წინასწარმეტყველება იყო, მიიღო ისე როგორც ღმერთის სიტყვა და წინასწარ მოიმარაგა, წინასწარ შეებზადა ამისთვის. დღევანდელ დღეს ვიფასებო, წინასწარ შემზადება არის. ხო იცით, ბიბლიური ფაქტები და მომენტები და ისტორიები მეორდება ძალიან ხშირად. 7 წლიანი უხმოსავლიანი პერიოდი და 7 წელი შემდეგ ჩვენ ვიცით რომ ანტიქრისტეს 7 წელი ექნება მიცემული, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რომ ღმერთის სული თავისას აკეთებს, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალა თავისას დღეს შეკავებულია, მაგრამ როგორც კი გამოეცხადება ქვეყნიერებას ის პიროვნება, რომელიც ანტიქრისტე იქნება, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდი მას, როგორც ქრისტეს ესე მიიღებენ, ამაზე თქვენ იცით, რომ იესო ქრისტე ლაპარაკობს იოანეს მეხუთე თავში, მე მოვედი მამის სახელით, ჩემი მამის სახელით და თქვენ ამ არ მღებულობთ, მაგრამ ის რომ მოვა თავისი სახელით, მამის სახელით არა, თავის სახელით რომ მოვა, იმას მიიღებთო. წარმოიდგინეთ, იესო ქრისტე წინასწარმეტყველებას ამბობს, რომ მე მოვედი მამის სახელით და თქვენ არ მღებულობთ, მაგრამ ის რომ მოვა, ის მოვა თავის სახელით და მას მიიღებთ. ვიზია საუბარი, ებრაელებს ეუბნება, მესია არ მიიღეთ. მე მოვედი როგორც მესია. მოვედი ისრაელიანს ეუბნება, როგორც თქვენი მეფე, თქვენ მე არ მღებულობთ, მაგრამ ის როცა მოვა, იმას მიიღებთ, იმას აღიარებთ, იმას როგორც ქრისტეს ესესენ თაყვანს, თქვენ მას ასე რომ თქვათ მიიღებთ, პრობლემა არ გექნება. ამიტომ ჯერ ის არ მოსულა, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით და სიტუაციის და ცხოვრებისეული დაკვირვებებით ბევრი ადამიანი ამბობს, რომ შესაძლებელია ეს პიროვნება ანტიქრისტეზე მაქვს საუბარი დაბადებულიც იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი ისეთნაირად მიდის, ძვირფასებო, რომ ერთ დროს უკვე გამოვლინება იქნება. აი ამ დროს რა ხდება? ნახეთ, გახსოვთ თქვენ ალბათ გამოცხადების მე-14 თავში პირველად ისმის დიდი მეძავი და შემდეგ მე-17, მე-18, მე-19 თავები საუბრობს იმ დიდ მეძავზე, რომელიც ბაბილონის დედა არის, რომელიც სიბილცის დედა არის, დედაკაცი, რომელიც 7 თავიან ხეთზე ზის იქ 10 დიადემა, 10 ძალაუფლება. მოკლედ, ეს სისტემა, რომელიც არის რელიგიური სისტემა, ჩვენ ხედავთ, რომ ასე ამბობს იოანე, მიკვირდაო რომ ხედავდიო, დამთვრალი იყო წმინდათა სისხლითო, დედაკაცი, რომელიც ბისომით იყო შემოსილი, ოქრო ვერცხლით, მისი თასი ოქროსი იყო, მაგრამ სიბილწეები იყო ყველგან. ნახე, ამას უყურებს და სიმბოლურად ხომ უნდა წარმოვიდგინოთ რაღაცას რო წერს და უფალი ჩვენ გამოცხადების წიგნში გვიზიარებს, რა არის ეს, რა დედაკაცია, რა სიბილწის დედაზეა საუბარი, რა ბაბილონზეა საუბარი, რა სიბინძურეზეა საუბარი, რა სათრობელი ასვა, მეფეებს, მთელს დედამიწას, აი ამ დედაკაცმა, ვინ არის ეს დედაკაცი? პირდაპირ ამის ახსნა, ჩვენ ვიცით, რომ პირველი სახელი ბაბილონის უკვე ჟღერდება რომის ძალაუფლების მიმართ, იმიტომ რომ როცა პეტრე მოციქული წერილს წერს,
უბრალოდ მარკოზი წერს იმ წერილს და როცა აგზავნის მორწმუნეებთან და ეკლესიებში კითხულობენ, ასეთი სიტყვა არის ბოლოს, მოკითხვას გითვლიანო ბაბილონის ეკლესიები, ანუ ეს პიროვნულად პეტრე ბაბილონში არ იყო, ანუ იმ ბაბილონში, რომელიც ახლა ერაყის ტერიტორიაზეა და მაშინ შუამდინარეთში იყო, ეს ის ბაბილონი არ იგულისხმება, ეს რომი იგულისხმებოდა, იმიტომ რომ რომში იყო პეტრე მოციქული, ანუ სიმბოლურად დატვირთვა ის ძალაუფლება, რაც სიბილწის არის, ყველანაირი ასე რომ ვთქვათ, კერპების, ყველანაირი მეძაობა, რომელიც ამ დედაკაცზე არის საუბარი, რომ ეს დედაკაცი მეძავი არის, დიდი მეძავი არის, ანუ რელიგიურ სფეროს გულისხმობს, აი ამ ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებულ სულს გულისხმობს, ასევე პოლიტიკური შეიძლება იგულისხმებოდეს, ჩვენ ხედავთ შემდეგ რამდენი სისხლი იღურება მორწმუნეების და წარმოიდგინეთ შემდეგ უკვე როცა ხედავთ აი ამ ძალაუფლებას, რომელიც ანტიქრისტესაც და აი ამ მეძავსაც მთლიანად ძალაუფლებას აძლევს და ეს ამხედრებული არის აი ამ ხეცებზე, აი ამ 10 თავი, 7 ქა თუ 7 დიადემა, ეს დედაკაცი წარმოიდგინეთ პოლიტიკურ სფეროს თვითონ რელიგიური სისტემა მართავს. ხვდებით? შეიძლება რომის იმპერიას იმდენი ადამიანი არ დაეხოცა, რამდენიც კათოლიკურმა ეკლესიამ დახოცა იმ პერიოდში, როცა თქვენ იცით რა სიტუაცია იყო, მეოთხე საუკუნის შემდეგ, ხო? იცით თქვენ როგორ დევნი და რა სიტუაციები იყო მერე სალამ მე-16 საუკუნე, მე-15 საუკუნეში რეფორმატორები გამოჩნდებოდნენ, ჩვენ ვიცით, საით მიექანებოდა, ხო? ნახე, აი ამ სფეროს, აი ამ რელიგიურ სფეროს ადარებს და ამბობს, რომ ეს არის ვითომ ბისონის ჩაცმული წმინდად შემოსილი, ოქრო ვერცხლით შემკობილი, მრავალი ძვირფასი ქვით, მაგრამ ეს არის დედაკაცი, რომელიც არის მეძავი და მთელს დედამიწას და დედამიწის მეფეებს ასმევს სიბილწის სასმის და ყველანი არიან დამხრები, თვითონ კი შემოსილი არის. წარმოიდგინეთ, ესე იგი, სიტუაცია ესე მიდის, რომ აი ბოლო პერიოდში, ხო, როცა ანტიქრისტე ღებულობს, მიიღებს იმ ძალაუფლებას, აბსოლუტურ ძალაუფლებას, მანამდე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეს, ასე რომ ვთქვათ, რელიგიური სფერო და ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ხშირად რელიგიურ სფეროს ბევრი პოლიტიკური კუთხით და მიმართულებით იყენებენ და ამას ხედავთ ჩვენ, ეხლა ამაზე სახარება ლაპარაკობს, ჩვენ უბრალოდ ამას სიღრმისეულად ვჭრეთ, ხო? ნახეთ, ეს საშიშროებაა, რა თქმა უნდა, როცა ადამიანები არ არიან იმ სულში, სადაც უნდა იყვნენ და რაღაცის ზეგავლენის ქვეშ ხარ, რაღაცის მართული ხარ, რაღაცით ხარ მართული, წარმოიდგინეთ, აი ამ დედაკაცზე შემდეგ ესეთი რაღაც წერია, ანუ ამ დედაკაც სერიოზული პრობლემა ხვდება მერე. ანუ როცა ანტიქრისტე ძალაუფლებას ღებულობს, თლიან ძალაუფლებას, ეს მეძავი დედაკაცი მას აღარ ჭირდება. ნახე, პოლიტიკური და რელიგიური სფერო, ასე რომ ვთქვათ, თვითონ ანტიქრისტემ რელიგიური თვითონ უნდა მოიტანოს, ხო? მან უნდა გააუქმოს რაღაცეები, ეს წერია, გააუქმაო მან ცხებს შეწვივა, სულ ყველაფერი დროის გაუქმება, სულ ყველაფერი აბსოლუტურად და თავისზე ირგებს. და ასე წერია, რომ თვითონ ხეცი და პოლიტიკური სისტემა ანადგურებს დედაკაცს. გააშიშლებენო მას, მის ხორცს შეჭამენო, წარმოიდგინეთ, დაწვამენო ცეცხლშიო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიური გასაგები არის, რომ ქრისტიანული თუ რელიგიური სფერო რაღაც დონეზე სხვადასხვა დენომინაციებით წამოწეულია, მაგრამ სადაც ქრისტეს სახსენებელი არის და ქრისტე იხსენება, ყველაფერზე ალერგია აქვს ეს მოქს, ყველაფრის მოსპობა უნდა. ყველანაირი ქადაგება წაიშლება ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან, ყველანაირი, არ ვიცი, პლატფორმიდან. შიმშილს მოვავლენო, გახსოვთ წეგანო მუხლები მოვიყვანე. ამოსის 8:11 ამბობს. შიმშილი დაიწყება დედამიწაზე და ეს არ იქნება პური შიმშილი, ეს იქნება ღმერთის სიტყვის შიმშილი. ადამიანები დაიწყებენ უცებნას
მე-12 მუხლში წერია სხვიდან ზღვამდეო, მთიდან მთამდეო, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ივლიან რომ ღმერთის სიტყვა მოისმინონ, ღმერთის სიტყვა მიიღონ, მაგრამ ისინი ღმერთის სიტყვას ვერ მოისმენონ. დადგება პერიოდი, სადაც იესო ქრისტეს შესახებ ქადაგებები აღარ იქნება. ეკლესიის ნაწილი გაყვანილი იქნება, ატაცებული იქნება. აი ამ დროს საშინელი მდგომარეობა ეშვება დედამიწაზე. მაგრამ მადლობა ჩვენ ძვირფას უფალს, რომ ის გვაძლევს სულს, ის გვაძლევს აი ამ დროების, აი ამ სიტუაციის, აი დღესაც ვსაუბრობ, აი ამ სიტუაციის დანახვას, რომ დღეს არის შანსი, დღეს არის საუკეთესო მომენტი მიიღო უფალი და ემსახურო მას, იყო ბედნიერი, იყო კმაყოფილი, იყო გახარებული და მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ძვირფასებო ყურადღება. ამ საკითხებზე რაღაც დონეზე მისაუბრია სხვადასხვა ან სოციალურ ქსელში, ან ეკლესიაში მისაუბრია, მილაპარაკია ამაზე, მაგრამ მინდა რომ თქვენც გითხრათ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის. ეს არის საქმეების 15-16 შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი იყოს. რა სურს უფალს? ძირითადად უფრო ამაზე მინდოდა მე საუბარი დღეს. რა სურს უფალს? რა უნდა უფალს? რა ახარებს უფალს? და საქმეების 15-16 ნახეთ. ამის შემდეგ ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია. იაკობი ამბობს ამ დროს ჩვენ ვიცით ხო, საქმეების წიგნშია დაწერილი. ამის შემდეგ დაუბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ. წარმოიდგინეთ, ესე იგი იგივე ადგილი, რაც იაკობმა წაიკითხა, იაკობამ მოიყვანა ეს ამოსის 9:11 ციტირება არის, მუხლის ციტირება არის, ამოსი ამბობდა ამას. ანუ ღმერთს უნდა რომ თურმე, ანუ იესო ქრისტეს სულის მოფენის შემდეგ, სულიწმინდის მოფენის შემდეგ დავითის დამხობილი კარავი აღდგესო. ცოტაოდენი მინდა დავითის კარავზე გესაუბროთ ძვირფასებო. რა იყო ეს დავითის კარავი? როგორი საოცარი არის ღმერთი. ესე იგი, წარმოიდგინეთ. მოსეს კარავზე არ საუბრობს. მოსეს კარავს არ ახსენებს. ღმერთი არ ახსენებს მოსეს კარავს და არც სოლომონის ტაძარს არ ახსენებს, წარმოიდგინეთ. ამბობს დავითის კარავს აღვადგენ. ამოსი დავითის კარავზე საუბრობს. ახალი აღთქმა დავითის კარავზე საუბრობს. ეს იმ დროს, როცა წარმართებმა მიიღეს იესო ქრისტე და წარმართები მოინათლნენ სულიწმინდით. აი ამ დროს საუბრობს სახარება რომ დავითის კარავის აღდგენა სურს თურმე ღმერთს. და რა არის დავითის კარავი? ძვირფასებო, როცა დავითმა კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა, მან ის თელი, ასე რომ ვთქვათ, კარვის მოწყობილობა, რაც მოსეს ჰქონდა, მან ეს არ გააკეთა იქ. აბას კვლევარები ამბობენ, გადმოცემები ამბობენ, ისტორია ამბობს, რომ იქ არ იყო ეს მსხვერპლშეწირვები და კიდე რაღაცა. ანუ იქ რაღაცა სხვა რაღაცა შეცვალა დავითმა და ბევრი რაღაც ისე ჩაანაცვლა. არ იყო წესები, არ იყო რაღაცა, ასე რომ ვთქვათ, რიტუალები, არ იყო. წარმოიდგინეთ თქვენ, ამასაც ამბობენ კვლევარები, რომ იქ წმინდათა წმინდაიში და წმინდას შორის ფარდაც კი არ იყო. წარმოგიდგენიათ და ადამიანები 24 საათი ყოველ დღე იცვლებოდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს და ადიდებდნენ. სხვადასხვა საკრავები იყო გამოყენებული. აი ამ თაყვანისცემის დროს, ქებადიდების დროს, აი ამ ქებადიდების და თაყვანისცემის დროს წინასწარმეტყველებები მოდიოდა. ეს თაყვანისცემა და სიმფონია და თუნდაც ნიცხნა განდიდება ღმერთისა ერთი მხარე იყო, მეორე მხარე იყო, რომ
ღმერთს ამ დროს მოჰქონდა სხვადასხვა ფსალმუნები, წინასწარმეტყველება, არ იყო წარმოიდგინეთ ფარდა, გამყოფი არ იყო, ადამიანები თაყვანს სცემდნენ და კიდობანი იქვე იყო, კიდობანი ადამიანთა შორის დაფარული არ იყო, წარმოიდგინეთ და თურმე ღმერთს ეს იმდენად მოწონდა, მთელი გულით ასაფი, კიდე სხვადასხვა გალობლები არიან, ხო, ხელმძღვანელები არიან. ვიცი ჩვენ ფსალმუნებს უცა ვკითხულობთ, იმ ფსალმუნებს ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ანუ მიდიოდა თაყვანისცემა. სხვანაირი იყო ეს თაყვანისცემაც, არ იყო რაღაცა ეს რელიგიური ჩარჩოებში, არა, იქ საუბარი არის ზუსტად მაგ დროს დაწერილი ფსალმუნებში შემოჰკარით ტაში, იქ როკვაზია საუბარი, მხიარულებაზეა საუბარი, მაღალხმოვანი წინწილებით უმღერეთ უფალსო, ანუ მთელს იერუსალიმში წარმოიდგინეთ, სულ გამუდმებით იქმნებოდა სულიწმინდის თანდასწრება, ლოცულობდნენ, გალობდნენ, თაყვანსცემდნენ, არ სრულდებოდა რაღაცა რიტუალები, იყო ის განდიდება და ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ პერიოდში იმდენად წამოიწია ისრაელი, იმდენად წამოიწია, შემდეგ ჩვენ ვიცი სოლომონის მეფობა, ანუ მთლიანად იქ შემოგარენი ვინც იყვნენ სახელმწიფოები, ყველა აბსოლუტურად დაუმორჩილა ისრაელს, ღმერთმა წარმოიდგინეთ. და შემდეგ უკვე ჩვენ ვიცით, რომ დავითის შემდეგ უკვე ეს თაყვანისცემა, ეს კარავიც, რელიგიური გახდა, იქ ადამიანები, ისე სცემდნენ თაყვანს და ისე გალობდნენ, ახლა მას ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ გული გაუნელდათ ადამიანებს და სადაც გული ნელდება და სადაც სიყვარული ნელდება, იცით თქვენ უფალი რას სწავლობს. ამო განთხეო ჩემი ბაგიდან, ამო განთხეო ჩემი პირიდან, ხვდებით? ნახეთ, აი ამიტომ ვამბობ, ამიტომ საუბრობ, რომ აი ამ ბოლო პერიოდში დღეს, როცა ასეთი საუკეთესო საშუალება გვაქვს, რომ უფალი გავიცნო და უფალში დავტკბეთ. მოდი ნუაქცევთ ზურგს, მოდი გაქვავდება ჩვენი გულები. ყველაზე საშინელი მდგომარეობა ძვირფასებო რაც არის, მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ჭყალებში ვიტყვი ალბათ დაიღალნენ, დაღლილები არიან, არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც დაიღალნენ და ამბობენ ზოგი მსახურებით დაიღალა, ამბობს ზოგი მოლოდინით დაიღალა, ამბობს ზოგი დაიღალნენ. ესაიას წინასწარმეტყველება ამბობს, ის თუ შენ ეძებ უფალს, ის დაღლის ძალას აძლევს და ჩემი მომლოდინენი ძალებს იახლებენ, არ იღლებიან, მიდიან, თუ მირბიან, თუ არწივით არიან შემოსილები, არ იღლებიან, ძალებს იახლებენ და წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც აი ამ ძალის განახლებაში არიან, ესენი დაღლას არ გრძნობენ. საშინელი მდგომარეობაა, როცა ადამიანი იღლება, ზერილე დამოკიდებულება უხდება, სხვა ფიქრები და სხვა აზრები აქვს მას, აღარ არის ისე მიძღვნილი უფალს, როგორც მანამდე იყო, ეს არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება. უფალი ბევრ ადგილას ამბობს და ეს იცით თქვენ გამოცხადებაში წერია, ხო? პირველი სიყვარული, რომელიც მიატოვე, დაუბრუნდიო პირველ სიყვარულს. შენი საქმეებიო, აი ახლა რასაც აკეთებო, იმაზე მეტიაო, ვიდრე ადრე გქონდა გაკეთებული. მაგრამ ადრე სიყვარული გქონდა და დღეს საქმეები გაქვს სიყვარულის გარეშე და მე ისევ ის გული მინდაო. ხვდებით? ნახეთ, ის დავითის კარავი, რომელზეც წეგან საუბრობდით და რომელზეც გამომახვილეთ ყურადღება, იმისთვის იყო, იმიტომ იყო ღმერთის მოსაწონი, რომ გულწრფელი თაყვანისცემა იყო, გულწრფელი მიძღვნა იყო, გულწრფელი როკვა იყო, გულწრფელი ტაში იყო, გულწრფელი გალობა და განდიდება იყო და იწერებოდა წინასწარმეტყველებები, მაგ დროს წერდა დავითიც, მაგ დროს აღუთქვა ღმერთმა, რომ შენ შთამომავალს, შენ შთამომავლებს მივცემ, ტახტს არ დაგელევა არავინ, ყოველთვის მეფე იქნება და შენგან გამოვა ის, რომელიც მთელ დედამიწას დამწყევსავს, ვისი კვერთხიც ყოველთვის რკინის იქნება, რომელიც ძლიერი იქნება, მთელ მსოფლიოში საუკუნო მეფე იქნება, აი შენგან დაიბადება, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ აი ეს მოეწონა ღმერთს, იცი, ღმერთი გიყურებს შენ არა რიტუალებში და არა რელიგიურ
აკრძალვებში, არამედ ღმერთი გიყურებს მასთან ურთიერთობაში როგორი ხარ. რამდენად მიცხვნილი ხარ, რამდენად ეძიებ ღმერთს, რამდენად გული გიჩუყდება ხანდახან მის მოქმედებაზე, მის სიყვარულზე, რამდენად სიყვარულის და სიხარულის ცრემლი ჩამოდის შენს თვალზე, რამდენად შენი გული ფრიალებს ღმერთის ხმის მოსმენაზე, რამდენად ილტვის შენი გული, რამდენად ცოდვაზე და უმართლობაზე რეაგირებ ცუდად, რამდენად და როგორი საოცარი არის, რომ ღმერთი შენს არჩევანში არ ერევა და ყოველთვის მაშინ ხარობს, როცა შენ თვითონ ირჩევ სიკეთეს, ირჩევ ღმერთის სიტყვას, ირჩევ ცნებას, ცნების დაცვა, ირჩევ რომ მას ემსახურო და მას მიუძღვნა თავი. აი ეს არის საოცარი, როცა აი ეს დაფარული შენი გულის ფიქრები, აზრები ღმერთისთვის გაცხადებულია და უფლისთვის არის მოსაწონი. ძვირფასებო, ბევრი ადამიანი ძალიან ხშირად მეუბნება იმას, რომ ეს საშინელება არის, ეს ცოდვები და ამ ცოდვებისგან ვერ თავისუფლდებით. ძვირფასებო, ცოდვები შეიძლება სხეულს სიამოვნებს და სხეულს იზიდავს, იმიტომ რომ ამ სხეულზე ბევრჯერ გვითქვამს ჩვენ. ამ სხეულის გამოსწორება არ ხდება. ეს სხეული უნდა იყოს დამონებული, დამორჩილებული სულისგან და შენ თუ სულით მართული არ ხარ, დრო და დრო ყოველთვის წამოყობს თავს. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, მე სულით ვაკვდინებთო ჩვენ, მე სულით ვაკვდინებ ხორციელ საქმეებს, თქვენც იგივე სულით და მოაკვდინოთ, ანუ ხორციელობას არ ექვემდებარები, როცა სულით მართული ხარ. შენი სული ფხიზელი არის მაშინ, როცა სული წმინდასთან, ღმერთის სულთან აქვს ურთიერთობა, მოზიარეობა, წარმოიდგინეთ და ამიტომ ცოდვა შეიძლება სიამოვნებდეს და უნდოდეს ხორცს, მაგრამ სულში თუ ხარ და სწორი სიტყვაც მოისმინე, იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია შენ ისმენდე სწორ სიტყვას, ჭეშმარიტ სიტყვას. ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებსაც გულის თქმებზე, თვალთა გულის თქმებზე ვერ გაუმარჯვიათ და არის ხოლმე სერიოზული პრობლემა. აი ეს თვალები არის შენს ხელში. ღმერთის სიტყვა ამბობს, თუ ადამიანი გულის თქმით შეხედავს საპირისპირო სქესს, გულის თქმით ხორციელი ურთიერთობა აღარ არის საჭირო, მან უკვე იმრუშა, ის არის მრუში. პეტრე მოციქული ამბობს, მათი თვალებიო ახსავსი არისო მრუშობითო. გესმით? ეს არის სერიოზული წინააღმდეგობა, სერიოზული ცოდვა, სერიოზული იარაღი ეშვაგის. ნახეთ, მათი თვალები არისო მრუშობით ახსავსე. და სახარება გეუბნება, რომ შენი თვალი არის სინათლე და თუ შენი თვალი არის ბნელი, შენი შინაგანი წარმოიდგინე როგორი ბნელი იქნება, იმიტომ რომ ის რასაც თვალით ბინძურს უყურებ და თვალიდან სიბინძურეს ღებულობ, შიგნით რა ხდება ამ დროს ადამიანში. ძვირფასებო, როცა ღმერთის შვილობაზე გვაქვს საუბარი, როცა ქრისტიანობაზე გვაქვს საუბარი, ქრისტიანობაც, ქადაგებაც, ღმერთის სიტყვაც მოსასმენად ტკბილია და კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება პრაქტიკაში გატარება. თუ უფალი ამბობს, რომ გულის თქმით არ უნდა შეხედო და გულის თქმა არ უნდა გქონდეს თვალებზე, მაშინ შენ შეგიძლია თურმე ამაზე გამარჯვება და შენს ფიქრებში და აზრებში გულის თქმა არ უნდა მოვიდეს, არ უნდა მისცე უფლება, რომ აი აქ ეშმაკმა გესროლოს ფიქრები, იმიტომ რომ ის თუ ერთხელ გესროლს და აქ არ მიიღებ, მეორედ გესროლს და არ მიიღებ, მიხვდება რომ აზრი არ აქვს, მაგრამ თუ შენ დამარცხებული ხარ და თვალები გაგირბის, თუ შენ ფიქრებიც არა გაქვს გაკონტროლებული, წაგებული გაქვს ბრძოლა. არანაირი სიწმინდისკენ, ღმერთის შვილობისკენ, გადარჩენისკენ შენ არ მიდიხარ, ხვდებით? ნახეთ, არის ნიუანსები, ძვირფასებო, ამ პატარა დეტალებზე ძალიან ხშირად საუბარი გვჭირდება, რომ ადამიანმა
გაიგოს, მიხვდეს, რომ ტყუილი არ შეიძლება. ძალიან ბევრჯერ შემხედრია ესეთი სიტუაცია, რომ ადამიანი ამბობს, არ ამბობს სიმართლეს. ერთხელ მახსოვს, რომ ერთმა ადამიანმა, რომელმაც ისეთი რაღაც თქვა, ჩემთვის ეს ადამიანი ავტორიტეტი იყო რაღაც დონეზე, ხო, ჩემზე დიდი ხნის მორწმუნე იყო და დიდი ხნის მსახური იყო და როცა დავინახე, რომ ამ ადამიანმა რაც გააკეთა, ის კი არა, საერთოდ სხვა რაღაცა თქვა, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ როცა დავინახე, რომ ეს იყო ტყუილი, ძალიან ცუდად მომხვდა გულზე, იმიტომ რომ უკვე ჩემთვის ღმერთისგან იყო გაცხადებული, რომ ასეთი манипулირება, ტყუილი, ასეთი რაღაცების დაშვება შენ ცხოვრებაში განგრევს სულიერად. გესმით? ნახეთ, გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას. სადღაცა ვიტყუებით. სადღაცა ერთგულები არა ვართ. სადღაცა შეიძლება ფინანსებში და შესაძლებლობაშიც არა ვართ ერთგულებისაც. უფალს ეკუთვნის იმას არ ვაძლევთ. და ხედავთ რომ ჩვენ ცხოვრებაში რასაც არასწორად ვაკეთებთ, ყველაფერში მოდის დარტყმა, ყველაფერში მოდის ზარალი, ყველაფერში მოდის წინააღმდეგობა. წარმოიდგინეთ. თუ ვიტყუები, თუ თვალი გაგვირბის, თუ ბაგე გვაქვს მიშვებული, თუ წყევლა გამოდის ჩვენი პირიდან, გინება გამოდის, ყვირილი გამოდის, უთანხმოება გამოდის ის ცოდვები, რაც სახარებაში ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, ხო, ის უთანხმოება არის, რისხვა არის, შური არის, ტყუილი არის. აი ეს თუ გამოდის ჩვენი ბაგიდან და ეს ყველაფერი ჩვენში არის, როგორი ქრისტიანები ვართ, ვინ გაგვიხსნის ცათასასუფეველის კარებს, იერუსალიმის კარებს, ვინ გაგვიხსნის რიფასებო. ნახეთ, სახარება ამბობს, ეს არის 22 თავი გამოცხადების. ამას სინათაც მომიწია ამის წაკითხვა, ნახეთ. აა 22 თავი. ნახეთ. მოდი ზეპირად გეტყვით აქ მონიშნული მქონდა. უწმინდურიო, კვლავ უწმინდურობდესო და უმართლო, კვლავ უმართლობდესო. წმინდაო, კვლავ წმინდობდესო და მართალიო, კვლავ მართლობდესო. მოვდივარო, მოვალო და ჩემი საზღაურიო, ჩემს ხელთ არისო. 22 თავი ზუსტად მახსოვს, მუხლი ვერ გავიხსენე, წერია გამოცხადებაში. იქ არ არის მინიშნება იმისა, რომ აი უწმინდურო, ხო იცი რომ მე ვწმენდ და შეიცვალე ფიქრები, შეიცვალე აზრი, ჩემი სისხლია გამწვენდელი, არ ამბობს უფალი. უწმინდური კვლავ უწმინდურობდესო ამბობს. დილწი არის, თვალთა გულისთქმები აწუხებს, უწმინდურია, უწმინდურობდეს. უმართლოა, უმართლობდეს კვლავ. მაგრამ წმინდა კვლავ წმინდობდეს და მართალი კვლავ მართლობდეს და მოვალ და ჩემი საზღაური, ჩემს ხელთ არის, რომ ყველასო თავისი საქმეების მიხედვით მიუძღაო. წარმოგიდგენიათ, ნახეთ. უკვე დასასრული არის 22 თავი გამოცხადების, მთელი ბიბლიის და მთელი წინასწარმეტყველების დასასრული არის. მანამდე ადამიანმა ყველა აღთქმა იცის, ყველა დარიგება იცის, ყველა შეგონება იცის, ყველა ღმერთის სიტყვა იცის, ყველა ღმერთის ცნება იცის და ამიტომ ბოლოში აღარ უმეორებს, რომ უწმინდურო გაიწმინდე, მანამდეა საუბარი, მანამდე უნდა აგერჩია. აღარ უმეორებს, რომ უმართლო, იქნები უმართლო, არამედ სამართლიანი იყავი, აღარ უმეორებს, ხვდებით? ამიტომ როცა შენ ქრისტიანი გქვია და უკვე იგემე რომ ტკბილი იყო უფალი, ტკბილია უფალი, მასთან შეხვედრა ტკბილია, უკვე ღმერთის ნიშნები, სასწაულები მოხდა შენ ცხოვრებაში, განკურნება მოხდა, ლოცვაზე პასუხი მოვიდა, ცვლილება მოვიდა, კურთხევა მოვიდა გარღვევა, მოვიდა გამარჯვება, მოვიდა ფინანსური კეთილდღეობა, მოვიდა სულიერი, მოვიდა ფიზიკური ჯანმრთელობა.
დაინახე რომ ღმერთი შენ ცხოვრებაში ჩაერია, ერევა ღმერთი შენ ცხოვრებაში. ამიტომ გაერიდე უმართლობას. აღარ გჭირდება შენ ქრისტიანს ამის ახსნა აღარ უნდა გჭირდებოდეს, აღარავის რომ აი ამას ნუ ჩაიდენ და თვალები. მე მაგალითად არც ქადაგებ ხოლმე ძალიან იშვიათად. მე აღარც ვაქცევ ამ ქადაგებას რომ თვალები განიწმინდე, შენი ბაგე განიწმინდე, შენი გული განიწმინდე, ფიქრები განიწმინდე, ვნებები, აღზნება თუ სხვადასხვა ცოდებისგან განიწმინდე. ამაზე აღარ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გონია რომ ადამიანები ამაზე გამარჯვებულები არიან, მაგრამ როცა შემხვდება ხოლმე სიტუაცია რომ ადამიანები თურმე გამარჯვებულები კი არა, ზოგი ამ სიტუაციაში ისი არის გაბლანდული და ისი არის აი ამ ბადეში გახვეული, თუნდაც აი ამ გულის თქმების ბადეში, რომ აქედან გამოსვლა უჭირთ, კიდევ ამბობ, ცოცხალი სიტყვა. შენი თვალი უნდა იყოს სუფთა. ცოცხალი სიტყვა, რომ ღმერთი შენს ფიქრებს და აზრებსაც იცავს და ფიქრები და აზრები ზოგი არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ნუ ფიქრები ახლა რომ მოვიდეს, შეიძლება ფიქრები მოვიდეს, მაგრამ მთავარია არ აღიარო ეს, არა თქვა, ფიქრებს ვერ აუკრძალავ, ფიქრები მოვა, ფიქრები რას იზავ, ფიქრები დაფრინავენ. რას ქვია დაფრინავენ? რას ქვია ფიქრები მოვიდეს? როგორ შეიძლება ფიქრები მოდიოდეს და შენ ამით გონება აგივსოს და გამოგიტენოს ბოდიშს ამ სიტყვაზე. ოჯახში რო შევიდეს კაცი და ოჯახში ცხოვრებ მანდილოსნებზე რო ფიქრები მოუვიდეს და მასპინძელმა გაიგოს. როგორი დღე დაადგება იმას. აქ ხომორწმუნეებზე არ არის საუბარი. რომელიმე რაღაც ფიქრი და აზრი რომ ასეთი მოვიდეს, ესეთი რამე შეიძლება, შესაძლებელია? რა კი დაფარული არის, დაფარულში რაც გინდა ის უნდა იფიქრო და რაც გინდა ის უნდა აკეთო? როგორ შეიძლება? ძვირფასები დაფარულში უყურებს ღმერთი და პავლე მოციქული ამბობს, ჩემი უფალი იმ დღეს, როცა განიკითხავს ქრისტეში დაფარულ ფიქრებსო, დაფარულ ფიქრებს და ეს ფიქრები გამოაშკარავდება. ეს ფიქრები სააშკარაოზე იქნება გამოტანილი, წარმოიდგინეთ. ამიტომ ძვირფასებო, განვიწმინდოთ ფიქრებით და აზრებით. შინაგანიც მთლიანად, რადგან როგორც ვამბობდით, ძვირფასებო, ბოლო პერიოდი არის. ჩვენ ხედავთ, რომ უხვი წვიმა, საგვიანო წვიმა იღორება დედამიწაზე და ჩვენ ეს გვახარებს. იცით, შეიძლება ჩვენთან ეს მდგომარეობა არ არის გვინდა რომ ბევრი ადამიანი სტადიონებზე ვერ იტევდეს სტადიონები, ვერ იტევდეს სპორტის სასახლეები, ვერ იტევდეს დიდი მინდვრები, ადგილები, იმდენი ხალხი ისმენდეს ღმერთის სიტყვას, მიდიოდეს ქადაგება, იყოს ლოცვები, იყოს განკურნება, განთავისუფლება, ეშმაკების განდევნა, ნიშნები, სასწაულები, იყოს ბევრი ადამიანის მონანიება, ახალგაზრდების, შუახნის ადამიანები, მოხუცები იმკურნებოდნენ, ინვალიდის ეტლებიდან დგებოდნენ, საკაცეებიდან დგებოდნენ. ჩვენ ეს რა თქმა უნდა გვინდა, დიდება უფალს. არის ამის რესურსიც და მადლობა ღმერთს, რომ არის ღმერთის სულის ნიშნებით, სასწაულებით და ბევრი ადამიანი ამოწმებს, რომ მას მიუღია განკურნება თუნდაც ლოცვის დროს და ჩვენ იცით თქვენ რომ მსახურების შემდეგ როცა ამ სიტყვას მორჩებით ვილოცებთ კიდეც განკურნებაზე. მაგრამ თუ აქ ისი არ ხდება და რაღაცა კანტი გუნდაც სადღაცა იქ ვიღაც განიკურნა, სადღაცა იქ განიდევნა ეშმაკი, სადღაცა იქ სასწაული მოხდა იქ ამ პატარა მასშტაბებით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვართ საქართველოში მართლა მორწმუნეები, ვისაც მართლა უნდა, ხო? ეკლესიებიც ბევრი არ არის, ადამიანებიც, შეიძლება განელებულები იყვნენ ზოგ ეკლესიებში, სამწუხაროა ეს მდგომარეობა, მაგრამ იქ სხვაგან რო ხდება და ჩვენ აი ამ მომენტ და აი ამ პერიოდს ვუყურებთ, რომ ღმერთი ძლიერად მოქმედებს ბრაზილიაში, არგენტინაში, ხედავთ ესპანეთში, ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხედავთ კანადაში, ხედავთ აფრიკაში, მთლიან ტერიტორიაზე, აფრიკის წეღანჩამოთვალი ქვეყნები, ხო, აქეთ პაკისტანი ავიღოთ და კიდე უამრავი მუსლიმანური ქვეყანა, მალაიზია, ინდოეზია, ძალიან ბევრი, ხო? წარმოიდგინეთ, ეს ხო ჩვენ გვახარებს, როგორ არ გვახარებს? ჩვენ სადაც შრომობ და რაც ჩვენ მონდობილი გვაქვს,
მცირედია თუ რამდენიც აქვს მონდობილი ღმერთისაგან, ჩვენ ამაში ვიყოთ მთავარი ერთგულები და ის რაც იქ ხდება ჩვენ ხო გვახარებს, იმიტომ რომ ეს ერთი სული არის, ერთი მიზანი არის, ერთი მიძღვნა არის. ამიტომ მადლობა უფალს ამ ყველაფრისათვის. ძვირფასებო როგორც ვამბობდი, ბოლო პერიოდია. დადგება დრო, როცა სახარების გადაგება აღარ იქნება. დადგება დრო, როცა ქრისტიანობაც აიკრძალება. დადგება დრო, რომ ბიბლიები გაქრება. თუნდაც ჩვენ გვაქვს ელექტრონული ბიბლიებიც აღარ იქნება. არც ჩვეულებრივი ბიბლიაც აკრძალული იქნება. როგორც თქვი, ამოსის 9:11 ამბობს, შიმშილი მოვა დედამიწაზე. შიმშილი მოვა ღმერთის სიტყვისა და იულიან ხალხი და ღმერთის სიტყვას ვეღარ მიიღებენ. ატაცებული იქნება დედამიწა. ღმერთის სული იქნება გაყვანილი, ღმერთის სული გაიყვანს ადამიანებს, ეკლესიას გაიყვანს, ნაწილ ეკლესიას გაიყვანს და გადაეცემა აი ეს დედამიწა იმ წყეულას, რაც იმ 7 წლის განმავლობაში, როგორც ვიცით ჩვენ და კიდევ ამბობ, რომ ისტორია მეორდება, 7 წელი იყო უხვი კურთხევის და მოსავლიანობის პერიოდი და შემდეგ დადგა. ჩვენ ვიცით 7 წელი, რომელიც ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო და ძალიან დიდი შიმშილი იყო, მაგრამ იოსებს ჰქონდა პური, წინასწარ იცოდა, წინასწარ შეემზადა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ წინასწარ პურები მოაგროვოთ და ბეღლები მოაგროვოთ, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ზეთი მოაგროვოთ, სულიერი ცხებულება მოაგროვოთ, იმიტომ რომ ღმერთის სული თავის სულს აიყვანს. იმ დროს უკვე ხუთმა უგნურმა დედაკაცმა ვეღარ იშოვა ზეთი, ვეღარ იშოვეს ზეთი. იმ დროს ზეთი უკვე აღარ იშოვება. და იმ დროს, როცა დღეს არის საშუალება ამის, ვიშოვოთ, ვივაჭროთ, არ გავნელდეთ, ყოველთვის გქონდეს მარაგში სულიწმიდის ცხებულებაც, სულიწმიდის ზეთიც, სულიწმიდის თანდასწრებაც და თითოეული ჩვენთაგანი აუცდებით იმას, რაც თუნდაც ქვეყნიერებაზე დაეშვეს. ამიტომ ძვირფასეო ბოლო პერიოდია. გამრავლდა ცოდვა, გაუხვდა მადლი, ღმერთის მადლი გაუხვდა. ჩვენ ხედავთ განელებული არის მდგომარეობა, ღმერთი თავის მადლს უშვებს. ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში ღმერთი გეუბნება, საგვიანო წვიმა იქნება და ხედავთ დღეს ასეთი მასშტაბებით ქრისტიანული ეკლესიების ზრდა, უამრავი ადამიანის მონანია, უამრავი ახალგაზრდები. წარმოიდგინეთ, ხა მე ყოველთვის ტელევიზორში რაც მაქვს ჩართული, ჩვენს ტელევიზორს ალბათ ბევრმა თქვენთაგან მაიცით, რომ საერთოდ ანტენა არც გვიყენია, ჩვენ ვუყურებთ ინტერნეტით, აი ახლაც ამ წუთასაც მიდის გალობა, აგერ შეგვიძლია შევატრიალოთ და ხედავთ. გალობა მიდის, თაყვანისცემა მიდის და უმეტესი შემთხვევაში ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ღმერთს ადიდებენ და უამრავი ბოლო დროს რამდენჯერმე ჩატარდა ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, მერსედესის დიდი სტადიონი არის, ახალგაზრდული ქებადიდების მსახურებები ჩატარდა. აი ეს სტადიონი გავსებული იყო, რამდენი 1000 ახალგაზრდა სხვადასხვა შტატებიდან იყვნენ ჩამოსულები, ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან და ადიდებენ უფალს. ერთი სული მართავს, ერთი სული მოქმედებს იმ ადგილას, სადაც ღმერთის განდიდება არის და რა კარგია, როცა ადამიანება სული წმინდასთან ურთიერთობა და მოსიარეობა იციან. ჰალელუია, დიდება უფალს. მადლობა უფალს, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ვიფასებო. მინდა რომ ლოცვა შემოგთავაზოთ, პირველ რიგში მინდა რომ თქვათ მონანიების ლოცვა, ვისაც მონანიება ჭირდება, ვისაც მიცხუნა ჭირდება და თითოეულმა ადამიანმა მიიღოს უფლისგან განწმენდა, პატიება, ცვლილება, ნუგეში, ხელს გიწვდის უფალი, მაგრამ შენ ჭირდება რომ ხელი გაუწოდო, ხელი ჩაჭიდო, გაყვე უფალს, წინააღმდეგობა კიდევ თქვი რომ იქნება, მაგრამ ნუ გეშინიაო, მცირე სამწყსო უფალი ამოს, მეუძლიე უწუთისობის, ნუ გეშინია, ძალიან მარტივი არის, ნუ გეშინია, უფალი გეუბნება. ამიტომ ძვირფასებო, პირველ რიგში ძალიან კარგი არის, როცა ადამიანი თავის თავს უძღვნის. ნახეთ, როცა გვაქვს ხოლმე თუნდაც ლაივ ჩარტები, ძვირფასებო, ნახეთ,
აი ამ ლაივ ჩართვაში ღმერთი თავის სიტყვას ან თავისუფლებს. ღმერთის სიტყვა შენს შინაგანში და გულში ილექება და როცა ღმერთის სიტყვა მოსმენილი შენში აღძრავს სულს, რომ შენ გჭირდება მონანიება. შეიძლება ისეთი სიტყვები მოისმინე დღეს, რაც შენს მდგომარეობას ასახავდა. მე ხო არ ვიცი შენ რა მდგომარეობაში ხარ, მაგრამ მოისმინე შეიძლება სიტყვები და დაინახე შენი თავი და მიხვდი, რომ ამას ღმერთი მელაპარაკება, ამას ღმერთი ამბობს, იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა ჩემი განელებული მდგომარეობა, ღმერთს არ უნდა ჩემი ცოდვილი მდგომარეობა, ღმერთს არ უნდა ჩემი ეს ბორციკი, კიდე ცოდვასთან თანამშრომლობა, კიდე ეს გულის თქმები, ეს ფიქრები, ეს აზრები, კიდე ზერელი დამოკიდებულება, სადღაცა სიყვარული გამინელდა, სადღაცა აი ამ პერიოდს აუცდი თითქოს, სიხარული არ მაქვს გულში, თურმე რამდენი რამე ხდება მთელს დედამიწაზე და ღმერთი თავის საგვიარო წვიმას ღურის და მე გულში ის არ მაქვს ის სიხარული, რაც უნდა მქონდეს და თურმე ეს სიხარული უნდა მქონდეს. ბევრ რამეში შეიძლება შენი თავი დაიჭირე, ბევრ რამეში შეიძლება შენი თავი დაინახე, შეიძლება დაინახე იმაში, რომ იწყევლები დილ სიტყვაობ, შეიძლება ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხარ, შეიძლება თამბაქოზე ხარ დამოკიდებული, შეიძლება სასმელზე ხარ დამოკიდებული, აზართ დამოკიდებული ხარ, სხვადასხვა თამაშებით, სხვადასხვა კაზინოებით, თუ სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ, ფულის ზარალით, ბევრი რამე შეიძლება შენ ცხოვრებაში დაინახე და თან ამასაც ისმე რომ თურმე ასეთ ადამიანებს ქრისტიანები უბრალოდ დაირქვეს, თორე ბიბლიურად ქრისტიანები ასეთ ადამიანებს არ ქვიათ. ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობს. დანარჩენი ადამიანები როგორი რელიგიური წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეთ, ქრისტიანებად ვერ იწოდებიან, იმიტომ თუ ადამიანი არ ვერ გადარჩება ქრისტიანი კი არა, რაც გინდა ის დაარქვი, რა აზრი აქვს, თუ ადამიანის სასწაულში ვერ შევა, რა აზრი აქვს, ამიტომ ვამბობ, თუ შენ და მე ვართ ქრისტიანები, მაშინ ღმერთი ითხოვს ჩვენგან მიცხვნელ წმინდა ცხოვრებას და ეს წმინდა ცხოვრება არის თავისუფალი ცხოვრება, ცოდვის გარეშე და ეს არის ადვილი და წეგან ვისაუბრეთ ყველა გულის თქმაზე, შენ გაიმარჯვებ სწორი სიტყვით და სწორი შემეცნებით, ესე იგი ღმერთმა შენ მოგცა ძალა, სიტყვა მოგცა და არ ჭირდება შენი თვალებით გაიქცე რაღაცეებს, შეიძლება შენმა თვალმა სიშიშვლეც კი დაინახოს, მაგრამ შენ შინაგანს რეაგირება არ ქონდეს, რატომ? შენი თვალი არის წმინდა და შენი შინაგანიც არის წმინდა, მაგრამ შენი თვალი თუ არის ბინძური, მაშინ შენი შინაგანი არის საშინელ მდგომარეობაში, ჩაბნელებულ მდგომარეობაში, სადაც სულიერი სინათლე ვერ აღწევს. ამიტომ ჭირდება ჩვენ მონანიება. დაიჭირე შენი თავი, დაინახე რაღაცაში შინაგანად, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ხმამაღლა თქვა. გულში უთხარი უფალს, ღმერთო მე ჭირდები. მე მჭირდება ცვლილება უფალო. მე ვხედავ დღეს რაღაცებს, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოაღწიეს და მე არ მინდა აი ეს მდგომარეობა იყო ჩემში. მე მინდა რომ აღდგეს შენი სულის მართლობა. და როცა ეს მოსმენილი სიტყვა აღძრავს შენ სულს მოსანანიებლად, ესე იგი ღმერთის სიტყვა ნაყოფი გამოიღო. ისი არ დამიბრუნდებაო სიტყვა, რომ ნაყოფი არ მომიტანოსო, ესე იგი ღმერთის მოსმენილი სიტყვა, რომელიც შენ მოისმენ, ნაყოფი გამოიღო და შენ მონანიების შემდეგ, გულწრფელი მონანიების შემდეგ ღმერთის სულსაც ადვილად ღებულობ. თუნდაც განკურნებასაც ადვილად ღებულობ. მარტო განკურნებაზე არ არის აქ. თუნდაც სული წმინდის ნათლობა იყოს, თუნდაც სული წმინდის მიღება, ოღონდ ეს ნათლობა არ მიგულისხმია, რომელიც შენში მკვიდრობს და ახლდება, თუნდაც ნიჭების განახლება, ადვილად ღებულობ. რატომ? მოისმინე სიტყვა, აღძრა შენი გული მოსანანიებლად, მიუძღვენი შენი თავი უფალს, პატიებას, თხოვებას და უკვე ბუდიშტამ გამოთქვაზე ღმერთის ტალღაზე ხარ, უკვე ღმერთის ასე რომ ვთქვათ, გაივლო, დაკავშირება მოხდა, ანუ ღმერთთან ხარ უკვე შეერთებული და აქ უკვე ადვილად შეუძლია ღმერთს გადმოგცეს ის, მოიტანოს ის შენ ცხოვრებაში, რაც მასში არის და ისი გადმოგრაც შენთან უნდა. ამიტომ აი ხლა პირველ რიგში ვილოცეთ მონანიების ლოცვით ვიფასებ, ხოლო შემდეგ ვილოცეთ ძალაუფლებით, ზეთისცხებით ვილოცებთ, რომ ადამიანებს ვისაც განკურნება ჭირდება, მიიღონ განკურნება, განთავისუფლება, ასევე პრობლემებზე, თავის პირად პრობლემებზე მიიღონ პასუხი, მიიღონ გამარჯვება, ყველა შენი საჭიროება
იყოს ღმერთის სულით დაკმაყოფილებული. ამიტომ იესო ქრისტეს სახელით მოდი პირველ რიგში თხოვოთ უფალს პატიება. Hallelujah, დიდება შენ. Jesus Christ, sol fandore fendere crebere de შტერეგას. უფალო იესო ქრისტე. შენ ხედავ ჩვენს მდგომარეობას, ჩვენს გულს, ჩვენს ფიქრებს და ჩვენს აზრებს, შენს ძვირფას სისხლს უხმობთ, ჩვენს განსაწმენდელად და გთხოვთ პატიებას უფალო. ყველა სფეროში და ყველა საკითხში რაშიც არასწორი დამოკიდებულება, არასწორი მოქმედება, არასწორი შეხედულება გქონდა, ან არასწორად მოვიქეცით, ვიმოქმედეთ, გვაპატიე შენი სულით უფალო. გაგვწმინდე, ჩვენ გვინდა რომ შენს სულს უერთდებოდეთ ყოველთვის. არ იყოს განელებული ჩვენთვის შენი სიყვარული უფალო. არ ვამბობდეთ რომ დაღლილები ვართ, არამედ ვიხწოდეთ, ვისწრაფოდეთ შენსკენ უფალო იესოს სახელით, რადგან შენ თვითონ გსურს ჩვენი ცხოვრების ცვლილება უფალო. მოვიდეს მშვიდობა უფალო ღმერთო. აკურთხე ოჯახები, აკურთხე უფალო პატარები, დაალოცე უფალო ღმერთო, წყვილები იესო ქრისტეს სახელით. აკურთხე უფალო ღმერთო ყველა მრავალრიცხოვანი ოჯახი უფალო. აკურთხე უფალო ღმერთო ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან შეიძლება უთანხმოებაში იყვნენ. ნათესავები იქნებიან, მეზობლები იქნებიან, მეუღლეები იქნებიან, დედმამიშვილები იქნებიან, მშობლები, შვილები, იესოს სახელით მოიტანე შენი მშვიდობა, რადგან ოჯახში თუ შენი მშვიდობა არის, მაშინ შენი სული სუფევს. ამიტომ ჩვენ ვაკურთხებთ ყველა ოჯახს აი ამ წუთას, სადაც უფალო ეს სიტყვები ისმის, სადაც შენი სიტყვები ისმის, აი ამ ადგილზე უფალო ღმერთო, თითოეულ ადგილზე, თითოეულ ადამიანთან, აი ამ წუთას შენი კურთხევა გადავიდეს თითოეულ ჭერზე უფალო, იესო ნაზარეველის სახელით და აკურთხე უფალო, ყოველგვარი ჯადოქრობა, ყოველგვარი მზაკრობა უფალო, ყოველგვარი წყეულა, ყოველგვარი თვალი, ბოროტიენა იესოს სახელით შემუსრე შენი შვილების ცხოვრებაში. შენი შვილების ოჯახებში, შენი შვილების მიმართ უფალო, დაიცავი ბავშვები, ახალგაზრდები უფალო, იესოს სახელით, შუახნის ხალხი, მოხუცები, ყველა შენი სულით აკურთხე უფალო, all Jesus Christ. Hallelujah, thank you Lord, Jesus name, oh fire, ოკრება, hallelujah, ისუს, hallelujah. მადლობა შენ, შენი ძვირფასი სულისთვის. hallelujah, ძვირფასებო. ძალიან ძლიერი თანდასწრება არის. თუ დამაკვირდით მე კარგად დღეს მთელი აი ეს ჩართვა ვერ ვსაუბრობ კარგად, იმიტომ რომ გრძნობ ღმერთის ძლიერ თანდასწრებას. ეს არის სული წმენდის თანდასწრება, ეს არის ღმერთის სულის თანდასწრება, რომელიც მის სიტყვას ახლავს. ეხლა თქვენ, ვინც გრძნობთ რაღაც თავისუფლებას, რაღაც სასიამოვნო განცდას სხეულში, შეიძლება თვალებსაც ვეღარ ახელ წესიერად და რაღაცა განცდა, სასიამოვნო განცდა გეუფლება. ეს სულიწმინდის თანდასწრება არის. ეს სულიწმინდის გადმოსვლა არის, იმიტომ რომ ღმერთი არის სული. ჩვენ ხორციელნი ვართ, მაგრამ აი აქ გვაქვს სული და როცა ჩვენ სულს ღმერთის სული ავსებს, მაშინ განიცდის სულიერ ნეტარებას, როგორც პირველი მოციქულები, როგორ თქვეს, მთვრალები არიან. რატო თქვეს, რომ მთვრალები არიან? რატო თქვეს, რომ ეს ადამიანი მთვრალები არიან? რა შეატყეს? ვერ დადიოდნენ, შეიძლება ვერ დადიოდნენ, ბარბაცებდნენ, შეიძლება ბარბაცებდნენ. თვალები, მთვრალებივით ჰქონდათ, შეიძლება ჰქონდათ თვალებივით, იმიტომ რომ ძლიერი თანდასწრება განიცადეს, ისეთი რომ ცეცხლივით ალი დაედგა თავზე. შესაძლებელი არის, რომ მათ ფეხზე დგომაც არ შეეძლოთ. წამოდგაო პეტრეო 12 შორის, 11 შორის, წამოდგა, ესე იგი ფეხზე არ იდგა ეს კაცი თუ წამოდგა. ხვდებით? ამიტომ სულიწმინდის თანდასწრებას ახლავს. ზოგი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ სულიწმინდის თანდასწრებას ახლავს, აი ეს სასიამოვნო ზოგი შინდება ხოლმე, უიმე რა მიმართება რაღაც. ყველაფერი კარგად არის. თუ შენზე ღმერთის სული გადმოვიდა, შეიძლება რაღაც დონეზე შენ თავს არ ეკუთვნოდი, მაგრამ ძალიან დიდი სასიამოვნო განცდა გექნება სხეულში, სასიამოვნო თანდასწრება გექნება სხეულში და ეს თანდასწრება არის, რომელიც კურნავს, რომელიც ანთავისუფლებს, რომელიც ადამიანს ყოველთვის თანდაყვება და რომელსაც ყოველთვის სურს შენთან ურთიერთობა. ასე წერია, დაშორებით სწადია შენთან ურთიერთობა.
შენთან ურთიერთობა სული წმინდას. ღმერთმა გაკურთხოთ, TikTok-იც მაქვს ჩართული, ამ წუთას ლაივი იქაც მაქვს კავშირებული. ძალიან აქტიურები ხართ, ღმერთმა გაკურთხოთ. 15,000-ზე მეტი მოწონება აქვს. ახლა პატარა ჩარტოს ღმერთმა დაგლოცოთ და იესოს სახელით იყავით დალოცულები ძვირფასებო. ვილოცებთ აი ამ წუთას. შენ თუ რამე ავადმყოფობა გაქვს, შენ თუ რამე გტკივა აი ამ წუთას სხეულში. მე არა ვარ კურნალი. ჩემი ლოცვითაც თუ ვინმე განკურნებულა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე განკურნე. ძალიან ხშირად წერენ ხოლმე განკურნავ ამას, შეიძლება მოვიდეთ ან ჩავეწეროთ. არ ჩაწერები არ არის, შეგიძლიათ ყველა მოხვიდეთ ეკლესიაში. ყველა შეგიძლიათ ეკლესიაში მოსვლა. ჩვენ ვილოცებთ ადამიანებს და ვლოცულობთ ადამიანებს. კურნალი არის ღმერთი. ის სული, რომელზეც ახლა ვლაპარაკობდი, შენთან არის ეს სული. ღმერთის სულის თანდასრება არის აი ამ წუთას შენთან. ჰალელუია. აი ახლა მოუხმო ღმერთის სულს და ის განკურნავს. ის განაახლებს შენს ჯანმრთელობას. არ უყურო შენს ასაკს, ძვირფასებო. კეტრინ კუმანის მსახურების დროს მაშინ ახალგაზრდები ბევრი არ იყვნენ ეკლესიაში, ძალიან მცირედნი. სულ მოხუცები დადიოდნენ და მოხუცები ინკურნებოდნენ ღმერთისთვის, ღმერთის სულისთვის. განკურნება არის, ჰალელუია. განთავისუფლება გჭირდება, შიშები გაქვს, დეპრესიული მდგომარეობა გაქვს, ფიქრები, აზრები გაწუხებს, ხმები გაწუხებს, წყევლა არის, შენს ოჯახზე გაკეთებული ჯადოქრობა არის. იესო ქრისტეს სახელით, ჩვენ ვიცხეთ ზეთი აი ამ წუთას. იესო ქრისტეს სახელით. ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ეშმაკის მზაკრობას, რაც შენს ცხოვრებაში, შენს ოჯახზე დაგეკმა ეშმაკმა. ხო ხარ მზად, რომ დღეს აი ესე ავსებული და ანთებული ღმერთის სიტყვით ავსებული სიტყვა, რომელიც მოისმინე, სიტყვა, რომელმაც აგავსო, სიტყვა, რომელმაც შეგეხო და შენი სული მოიცვა, უბრძანო ეშმაკს და უთხრა იესო ნაზარეველის სახელით. იესო ნაზარეველის სახელით. გიკრძალავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას. ჩემს ოჯახზე ზეგავლენას გიკრძალავ. იესო ნაზარეველის სახელით. გიკრძალავ მოქმედებას. ყოველგვარ წყევლას ვამსხვრევ, ყოველგვარ შენს ჩანაფიქრს ეშმაკო, იესოს სახელით ვამსხვრევ და ამბობ, როგორც ღმერთის სიტყვა მგითხრა, არ მოვკვდები, თქვი, გაიმეორე, არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და დავამოწმებ და ვილაპარაკებ ღმერთის დიდ საქმეებზე, ჰალელუია. აი ამ წუთას დაიდე შენს ტკივან ადგილას ხელი. ნიშნულობა არ აქვს, რა ავადმყოფობა გაქვს, რა გჭირს. ღმერთის სულს შეუძლია შენი განკურნება. აი ამ წუთას ყველა მორწმუნე, ვინც ხართ, ვინც შუამდგომლობთ, ვინც ლოცულობთ, რამე გტკივათ, არ გტკივათ, მოდი კონცენტრირებულები გავხდეთ ადამიანებზე, რომლებსაც თავის ავადმყოფობაზე აქვთ ხელი დადებული და ჭირდებათ განთავისუფლება, განკურნება. იესო ნაზარეველის სახელით. Oh, thank you, Lord. Jesus Christ. იესოს სახელით გიკრძალავ უძლურების სულო მოქმედებას. Oh, hallelujah. Hallelujah. Welcome. Nora Fire, დროში დერეკებ. იესოს სახელით. Jesus Christ. აი ამ წუთას რასაც გწნობ, ეს არის სული წმინდა, რომელიც შენს სხეულს ეხება. იესოს სახელით. Oh, fire, ოკრებერე შედერგას. შეამოწმე შენი მტკივანი ადგილი. იესო ნაზარეველის სახელით. Name of Jesus Christ. Hallelujah. და ვინც იგრძენით სული წმინდის ძალა შენს სხეულში. შეიძლება ეს გახურების სახით იყოს, შეიძლება სითბოს სახით იყოს, შეიძლება ჟუანტელის სახით, შეიძლება როგორც რაღაც ელექტროენერგიამ გაიაროს, სხვადასხვანაირად, შეიძლება რაღაცა ჟუანტელმა დაგია, რაღაცა, ანუ იგრძენი თავისუფლება თუნდაც იმ ადგილას. იცოდე რომ ეს არის ღმერთის სულის ხელი. უფალმა თქვა, თუ მე ღვთის თითი თუ დევნიო ეშმაკებსო, ღვთის სული თუ დევნიო, ღვთის სული თუ კურნაო, მაშინ მოსულა ცათასასუფეველი. თუ შენ ღმერთის სული გეხება, თუ ღებულობ დღეს, იცოდე, ცათასასუფეველის სიტყვა, ცათასასუფეველის მეფობა მოვიდა აი ამ წუთას შენამდე იესო ნაზარეველის სახელით. ძვირფასებო.
ჰალელუია. მოდი დარჩით აი ამ ძრფა სულში. იესო ნაზარეველის სახელით, Jesus Christ. Fire კრებერე და შანდრე კრებერე და შტრეგას. ჰალელუია. ხედავ ადამიანს, რომელსაც შავები აცვია, შავებს ატარებს. ანუ შავები აქვს ჩაცმული ამ პიროვნებას. იესო ნაზარეველის სახელით. ყოველგვარი შეიძლება თავის რაღაცა ისეთი ტკივილები არ გაქვს, მაგრამ გწნობ რაღაცა აი ამ გაბრუებას. ეს ფიზიკური არ არის, ეს არის სულიერი. იესო ნაზარეველის სახელით აი ამ წუთას. უკრძალავ ეშმაკს შენზე ზეგავლენას. იესო ნაზარეველის სახელით. Name of Jesus Christ. Name of Jesus Christ. არის ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, რაღაც ასაკში არის უკვე და ისეთ ასაკშია რომ დალაპარაკობს, მაგრამ უჭირს ლაპარაკი. ისე ვერ ლაპარაკობს. მშობლები ძალიან განიცდიან, ნერვიულობენ იესოს სახელით. იესოს სახელით, Jesus Christ. ჩვენ ლოცულობთ შენს ბავშვზე აი ამ წუთას. იესო ნაზარეველის სახელით, name of Jesus. გახსენი ღმერთო მისი ბაგე. Name of Jesus Christ. რა კრავარა და შედარებას. იესო ქრისტეს სახელით. Welcome, Norafai. Hallelujah, hallelujah. Ora krebere de shida. There come from ala da shida. Live for the shdergas. არის ადამიანი, რომელსაც ნერვის ანთება აქვს და ეს არის საშინელი ტკივილი. ნერვის ანთება. ხმარობს გამაყუჩებელს, მაგრამ როცა ეს ნერვი ძალიან ისეთ მდგომარეობაში არის, ვიცით რა ტკივილი აქვს ამას. იესოს სახელით აი ამ წუთას. შენი ნერვის ანთებას. Ore krapanderikas. Iesos სახელით. იესო ნაზარეველის სახელით. უკრძალავ. Jesus Christ. Fire კრებერეკა. იესო ნაზარეველის სახელით. Ore farter kerfaradashi there comes. Name of Jesus. Hallelujah. Thank you, Lord. Ore kremeredashi there comes. ჯიპასებო. წეგანაც მქონდა ეს როცა ლოცულობდი. ოჯახურ ურთიერთობებზე მინდა გთხოვოთ. უთანხმოებები ოჯახებში. უთანხმოებები დედმამიშვილებში არის თუ ოჯახის წევრებში თუ მეუღლეებში. ეს არის ეშმაკის წისქვილზე წყლის დასხმა. ჩვენ სახარება ბევრ ადგილას გვეუბნება, რომ განთავისუფლდი, იყავი სულგზელი, იყავი მიმტევებელი, იყავი თავისუფალი აი ამ საკითხში. ამიტომ ძვირფასებო აღადგინეთ ურთიერთობა იესოს სახელით. იესოს სახელით აპატიეთ, მიუტევეთ, გაუშვით, არ დამძიმდეთ თქვენს და არ დაამძიმოთ ოჯახის სიტუაცია. მოდი ვილოცოთ, რომ განთავისუფლება მოვიდეს სრული იესოს სახელით. ვაკურთხებთ უფალო ოჯახებს. ვაკურთხებ და შენი სრულით მოიტანე სრული თავისუფლება. All Jesus Christ, solko frabara da shida regas. Hallelujah. Live for rekre mere da shida. Name of fire krem dere form this dere gas. Hallelujah. Who's dere krem de gas dere gas. Hallelujah. წელფასებო, წელის ტკივილები, გვერდის ტკი აი თლიანად რამდენიმე მდგომარეობას ხედავ. წელის ტკივილები აქვთ ადამიანებს იესოს სახელით და ხედავ აი ამ ტისკებს შორის ამ დაწითლებულ ადგილებს იესო ქრისტეს სახელით. Fire კრებერე და შიდა. Name of Jesus. დაიდე წელზე ხელი იესოს სახელით. Welcome Dorafai. Jesus Christ. იესოს სახელით შემოგ გიკრძალავთ. სრული კურნება მოვიდეს. სრული აღდგენა. All Jesus Christ. Hallelujah. Hallelujah. სისწრაფების მდგომარეობა ძვირფასებო. ყოველგვარი დიაბეტის, ყოველგვარი მარილების იესოს სახელით, Jesus Christ. Hallelujah. დაადე იმ ადგილს ხელს, სადაც გაწუხებს, თუნდაც მარილები, თუნდაც სისწრაფების მდგომარეობა, პრობლემა არის. თუ თავზე არის პრობლემა, ინსულტის ნიშნები, ინსულტის წინაპირობა, იესოს სახელით შემოსრა. All Jesus Christ. იესოს სახელით გიგზავნოთ შემოგ. კემამდერეგას. Hallelujah. ღმერთმა მოგცა ჯანმრთელი სხეული, ჯანმრთელი სული. ჩვენ რწმენით ვაცხადებთ, რომ შენში გვაქვს კურნება და სრული თავისუფლება. იესო ნაზარეველის სახელით. Name of Jesus Christ. Hofa krebere de shdereka.
name of fire, kreber the shidala kreber gas. Hallelujah, thank you, Lord, oh fire, drishtere gas. Hallelujah, thank you, Lord. Sipaseo, Ariana Damianebe, რომლებიც ვერ იმარჯვებენ საკუთარ თავზე, იტანჯებიან რომ ღმერთთან არ არიან, მომისმინეთ ეს მნიშვნელოვანია. იტანჯებიან რომ ღმერთთან ვერ დგავენ ნაბიჯს. როგორც კი იფიქრებენ, წავიდნენ ეკლესიაში, ღმერთს მიუძღვნან თავი, იწყება მათ ცხოვრებაში თავისივე ფიქრები, თავისივე აზრები, თვითონვე ეწინააღმდეგებიან შემდეგ თავის თავს, თვითონვე ვერ დგავენ ნაბიჯს, თვითონვე აი ამ არა ერთგულ მდგომარეობაში არიან. ძირფასება ამაზე თუ არ გავიმარჯვეთ, შენ ყოველ კვირას შენ უნდა იყო ეკლესიაში. უფალიანოს 6 დღე იმუშავე, ერთი დღე მომიწვენი მე. არ გადადო სახურებაზე სიარული, ეკლესიაში სიარული. არ შეიძლება საკრებულოს მიტოვება. ნუ მიატოვებ თქვენში საკრებულოს უფალიანოს. რომელ ეკლესიაში დადიხარ, სად დადიხარ, სად გძნობდი კარგად თავს, სად მოგისმენია სიტყვა და სად გიგძნია მშვიდობა, სიხარული, სად დაგლაპარაკებია მართლა ღმერთი, სად იცი რომ მართლა გელოდება უფალი და მისი სიტყვა გაგამხნევებს. არ გადადო ხალისთვის, როცა სახურება იქნება, სადღაცა პარასკევს, სადღაცა კვირას, სადღაცა შაბათს, სადღაცა ოთხშაბათს, სადღაცა სამშაბათს, მიდი მსახურებაზე და დაიწყე ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ვამბობდი დღეს, ეს არის ბოლო პერიოდი, ეს არის საგვიანო წვიმა. იესოს სახელით აი ამ საგვიანო წვიმას ჭირდები, რომ შენ ერთ-ერთი ნაყოფიერი ენერგი იყო უფლის ბაღში, იესოს სახელით. fire კრებერე და შდერეგას. არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ დამისახელებია ის ავანტყოფობა, ის საჭიროება, რაც ცხოვრებაში იესოს სახელით სრული განკურნება მოვიდეს, სრული თავისუფლება, სული წმინდა, რომელიც შენთან არის, ის კურნავს. ყოველგვარი დეპრესიული მდგომარეობა, ყოველგვარი სიბრმავე სულიერი, იესოს სახელით, ყოველგვარი ჯიუტი გული, იესოს სახელით, ყოველგვარი ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ნარკოტიკებზე დამოკიდებული, იესო ნაზარეველის სახელით, ყოველგვარ ზეწოლის სულს ვანთავისუფლებ. Name of Jesus Christ, name of Jesus Christ. იესოს სახელით, ყოველგვარი ალკოჰოლი, ყოველგვარი ნარკოტიკები, ყოველგვარი თამბაქოს თუ მოსაწევის თუ სხვადასხვა თრობადი საშუალება, იესო ნაზარეველის სახელით, Jesus Christ, განთავისუფლდი, იესოს სახელით. რეკრებარგას და ვინც მიიღეთ განთავისუფლება, აღარ დაემონოთ იმას, რაც აქამდე უკვე ქონდათ და გაგანთავისუფლეთ ღმერთმა. აღარ დაემონო. იესოს სახელით იყავი თავისუფლება, იყავი ბედნიერი, იყავი მშვიდობაში, რომელიც ღმერთმა აღიქვა. ღვთისმოსაობა, კმაყოფილება, სიმშვიდე, მის სიმშვიდეში შესვლა, ეს არის საუკეთესო აღთქმა ჩვენი უფლისგან. Jesus name. fire კრებერე და შდერეგას. ჰალელუია. ძვირფასეო, არიან ადამიანები, რომლებიც გულდაწყვეტილები არიან თავისი ახლობლის გარდაცვალების გამო. იცოდეთ, რომ ეშმაკი არის ძალიან მზაყვარი. როცა ადამიანების ტკივილს ხედავს გულში, ხედავს დანაკარგს, ხედავს თუნდაც მიტოვებულად გრძნობს თავს, ყველანაირად ცდილობს ამ ადამიანების პარალიზებას. იცოდე, ღმერთის სული აი ამ წუთას გესაუბრება და გეუბნება. მე ვიღებ პასუხისგებლობას შენს ცხოვრებაზე, ოღონდ შენ დამითმე შენი ცხოვრება მე. ოღონდ მოაპყარი თვალებით ჩემსკენ და არა იმ უიმედობისკენ, იმ ტკივილისკენ, იმ სასოწარკვეთილებისკენ, რომელიც შენს ფიქრებს უტევს. იესოს სახელით განთავისუფლდი. ყველა დავტოვებთ აი ამ სხეულს. მთავარი ადამიანი სად წავა და ვის იცნო და ვინ იყო მისი ღმერთი. დედამიწაზე როცა ცხოვრობდა, ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთია. ჩვენი ღმერთი სიცოცხლის ღმერთია. ჩვენი ღმერთი აძლევს იმედსაც, ნუგეშაც
და სრულ თავისუფლებას, კურნებას ადამიანს. ამიტომ ყოველგვარი დეპრესიული, ყოველგვარი უმიმედო მდგომარეობა, ყოველგვარი გულგატეხილობა იესოს სახელით იყოს შემოსული. Jesus Christ, ჰალელუია. დაუდე უფალს აღთქმა და უთხარი ღმერთო, მინდა რომ შენ გემსახურო, მინდა რომ შენ გამოყვე, მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო, რაც შენ მომეცი, რაც შენ მომანდე, მინდა რომ ერთგული ვიყო ჩემს მონდობელში. ჰალელუია. ძვირფასებო, დღეს როგორც ვამბობდი, ძალიან ახლოს არის უფალი თითოეული ჩვენთაგანთან. ძალიან მარტივი არის მასთან შეხვედრა, მარტივი არის მასთან ერთად ყოფნა და ცხოვრების გატარება. ჰალელუია. ამიტომ მოდი ნუღა გადავდებთ უფალთან მისვლას. ძვირფასებო, თუ ეს სიტყვები თქვენ დაგიხმარათ და იცი რომ სხვასაც დაეხმარება, შეგიძლია რომ გაუგზიარო იმ ადამიანებს. დარჩი იმ სულში. თუ აი ეს თანდასწრება, აი ეს ღმერთის სულის მადლი შენზე გადმოვიდა, იცოდე რომ მას არ უნდა შენგან წასვლა. ნუ გაუშვებ, დარჩეს ღმერთის სული შენთან. აი ამ თანდასწრებაში ყოველთვის შეგიძლია შესვლა, თუ სიწმინდეს აირჩევ და წმინდა ცხოვრებას აირჩევ. თუ წმინდად იცხოვრებ, ცოდვის გარეშე, ყოველთვის აგავსებს ღმერთის სული. ყოველთვის გადმოა სული წმინდის ძალა შენზე. იესოს სახელით გაკურთხეთ ძვირფასებო. დაგლოცოთ უფალმა ძალიან. ბევრები ხართ, ხედავ რომ საკმაოდ არ დაკლებულა თქვენი, ასე რომ თქვა, მაყურებლების რიცხვი. ეს იმას ნიშნავს, რომ არის დიდი ინტერესი, არის წყურვილი, არის მიძღვნა თითოეულ თქვენთაგანს. გაკურთხებთ იესოს სახელით. დალოცვილი იყოს თქვენი ოჯახები, თქვენი ნამოქმედარი, თქვენი გადადგმული ნაბიჯები, თქვენი მიძღვნა, დღევანდელი გადაწყვეტილება, დღევანდელი კურნება, რაც ღმერთის სულმა მოიტანა თითოეულ თქვენთაგანზე. და ას მაგათი მოქმედოს იესოს სახელით. იყავით ნაყოფიერები, გაავრცელეთ მისი სიტყვა, პირველ რიგში თქვენ დარჩით მის სიტყვაში და იყავით აი ამ გამარჯვებულ პოზიციაში, რომელსაც სულ მალე დააგვირგვინებს ჩვენი ძვირფასი უფალი თავისი მოსulis და ჩვენ მასთან ერთად შევხვდებით. ჰალელუია. უფალს დიდება და მადლობა ჩვენს უფალ ღმერთს. ყველას მოგითხრა გადაეცით თქვენს ოჯახებში ღმერთის სულის მადლი არ მოკლებოდეთ. როგორც გითხარით, შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ვიდეო სხვებს. დღეს არის ხუთშაბათი, ხვალ პარასკევს დაახლოებით დილის 11 საათისთვის ახმეტელის მეტროსთან იქნებიან ჩვენი თანამსახურები, დიაკონები, ახალი აღთქმები ექნებათ, ბიბლიები ექნებათ და არიგებენ უფასოდ, მაგიდა იქნება და წერებათ რომ უფასოდ არიგებენ და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი მსმენელებს და არა გაქვთ ბიბლია, შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ 10-დან 11 საათზე სავარაუდოდ უკვე იქ იქნებიან. ახმეტელის მეტროს ზემოთ მხარეს დაარიგებენ ახალ აღთქმის ბიბლიებს. თუ იმას გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მიხვიდეთ, აიღოთ უფასოდ და იკურთხოთ. ასევე აქვთ იქ რაღაც ბავშვებისთვის გასაფერადებელი ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმიდან, ყველაფერი იკულაგიათ და ყველაფერს რასაც ისურვებთ მოგცემენ. ღმერთმა დაგლოცოთ იესო ქრისტეს სახელით, უფლის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეთ. ამენ.